ევროპარლამენტში ელენე ხოშტარიას საქმისა და ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს პოლიტპატიმრების განთავისუფლების აუცილებლობას და მოუწოდეს ხელისუფლებას მიღებული რეპრესიული კანონების უკან გაწვევისკენ. მათი შეფასებით თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერი პირისთვის მის მმართველ პარტიას არ ემორჩილება. ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა გაუშვა. ინტეგრირებული ოპერაციის ფარგლებში რაკეტები ისროლა ირანმაც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. გაეროს უშიშროების საბჭო მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 15 წევრიან საბჭოში რეზოლუციას მხარით 13 ქვეყანამ დაუჭირა, 2 კი ჩინეთმა და რუსეთმა თავი შეიკავა. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ასე აფასებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანში მიმდინარე მოვლენებს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამერიკას დამატებით შეუძლია თეირანის ინფრასტრუქტურა 1 საათში გაანადგუროს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ფლორიდაში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და მისი ძეს ჯარედ კუშნერს შეხვდა. სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კავშირზე დარჩებიან. დმიტრიევმა კი შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.